გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის მინისტრი კახეთის მხარეში იმყოფება. დავით სონღულაშვილი გარემოს დაცვის ზედამხედველობის დეპარტამენტის კახეთის რეგიონულ სამმართველოს ახალ შენობას გახსნის და სამუშაო პირობებს გაეცნობა. მინისტრს დაგეგმილი აქვს შეხვედრები სამინისტროს სისტემაში შემავალი უწყებების თანამშრომლებთან, სადაც მიმდინარე და დაგეგმილი სამუშაოების ასევე არსებული საჭიროებების შესახებ მოისმენს ინფორმაციას. მინისტრი ასევე დაათვალიერებს სახელმწიფოს მხარდაჭერით შექმნილ საწარმოებს. განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი არის, რომ თანამშრომლებს ჰქონდეთ თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სამუშაო გარემო, რომელიც თავისთავად ცხადია მუშაობის ხარისხზე იქნება ასახული და მინდა წარმატებები უსურვო. ამით ჩვენ რეგიონებში ვიზიტები, რა თქმა უნდა, გრძელდება. მნიშვნელოვანი არის, რომ თითოეულ რეგიონში, თითოეულ ჩვენს თანამშრომლებს, ჩვენ უწყების ყველა მიმართულების თანამშრომლებს შევხვდეთ, ადგილზე გავეცროთ საჭიროებებს, რომელიც მათ აქვთ, რადგან შესაბამისი რეაგირებები იყოს გაკეთებული. მინისტრი კახეთის რეგიონის სამ მუნიციპალიტეტში უშუალოდ შეხვდა მეწარმეებს და ფერმერებს, მათ მხრიდან მოისმინა პრობლემები და გამოწვევები და აღუქვა დახმარება. ბუნებრივია, აღნიშნული შეხვედრა ემსახურება იმას, რომ უფრო ეფექტური იყოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხარდაჭერა წვრილი მეწარმეების და ფერმერების მიმართ. ეს ახალი ოფისი ნიშნავს არა მარტო ახალ შენობას, ნიშნავს რა თქმა უნდა ახალ სამუშაო პირობებს, ახალ სტიმულს, ახალ მოტივაციას და ეს სამსახური აღჭურვილი არის დღეს ყველა იმ საჭირო ტექნიკური საშუალებებით, რაც ინსპექტორებს და გარემოს ზედამხედველობის თანამშრომლებს უადვილებს თავისი ფუნქციების შესრულებას და ეფექტურს ხდის.